Salami, მოკლედ კი ვუნდებით ახალი ვიდეოთი. როგორც დაგვირის მოკლედ დაიდება ვიდეოები დაახლოებით 2 კვირის შუალედით და შევეცდები მაქსიმალურად ის ერთვიანი ჩაგდება, ასე ვთქვათ, რაც მქონდა ორჯერ აღარ გავიმეორო და მაქსიმალურად სტაბილურად მივყვე. როგორ ახართ? ესე იგი, დღეს შემოგთავაზებთ 3D დიზაინის ვიდეოს. თუ გახსოვთ, აი წინა ვიდეოებში დაახლოებით მეგონი მეორე თუ მესამე ვიდეო იყო დადებული, რო გითხარით, რომ აი ისე რაღაც ისე მომზადების შემდეგ რობოტებს უწყობდა რაღაც კრო 3D დიზაინის ვაწყობ, რობოტისაც თქოდა. ეგ იყო რაღაც ბეტა ვერსია ასე როგორ და ახლა დღეს ვაპირებ რომ ცოტა კიდევ უფრო დეტალურად დავაწყო და მე მოკლედ დეტალებში დაიხვეწება რა ეს ყველაფერი და იდეაში მანამდე მე მაინც გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ ჯერ რო იდეა გაქვს ის იმის 3D დიზაინი უნდა გააკეთო ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ გეხმარება რაღაცების აღქმაში, მოკლედ ძალიან ბევრ რაღაცაში გეხმარება. მაგისთვის მოკლედ დღეს ვაკეთებ 3D დიზაინს და განახებთ მოკლედ screen records ჩავიწერა და იმის გაშვება მომიწევს და იდეაში ახლა ამ მომენტში გავაკეთებ. კაი, სანამ დავიწყებთ, ოღონდ ის უნდა გითხრათ ყველა ვარიანტში, რომ IT Stab Academy არის ჩემი არხის მხარდამჭერი და მაგისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ. და თუ გინდათ რომ აი მაგალითად 3D დიზაინი, გრაფიკები, რაღაც ძალიან ბევრი კურსი აქვთ, შეგიძლიათ მიხვდეთ და ისწავლოთ. მე პირადად უწევ რეკომენდაციას. მოდი დავიწყოთ. ხო, ეს უკვე რაღაცები გამზადებული მქონდა და მაგიტო, ანუ რაღაცები წინა დღით გამომზადე მოკლედ და მაგიტო არის უკვე რაღაცები გაკეთებული ნოლიდან არ მიწევს დაწყება, მაგრამ აქაც ბევრი სამუშაო არის რა. ამას რაც ხედავთ, აი ეს წითელი რაც არის, ეგ არის რობოტის კორპუსი ზოგადად. აი აქ ნაცრისფერი წრე რო არის, ეგ არის ხრახნი და ანუ იდეაში არც ამ მოტორზე იგება ეგ ხრახნი რეალურად და არც ის არის რა მოკლედ ამაზე არ წავა ასე რომ ვთქვათ, მაგრამ უბრალოდ ვიზუალიზაციისთვის ჯერ რო რაღაც დონეს დაიხოცოს, მაგისთვის გავამაგრება. ხო, ახლა მინდა რომ გავაკეთო აი მოტორს წინა რობოტისთვის რომ ვემზადებოდი, რაღაცა то გადავწყვიტე, რომ პირდაპირ მოტორზე მიმაგრებინა საბურავი. და ეს მოტორიც თან იყო ესა, ბრაშლეს მოტორები, დრონის მოტორები რო არის და მთლიანად კორპუსი ბრუნავდა, ანუ მარტო ერთი ნაწილი მაგდებოდა და დანარჩენი კორპუსი მთლიან კორპუსთან ერთად ტრიალებდა ის ღერძიც. აქ რაც ხედავთ, აი მარცხნივ DC მოტორს, ვარდისფრად რომ არის. აი მაგ მოტორში მარტო ის ღერძი ტრიალებს. მაგრამ ეგ არის ანუ პლანეტარული მოტორი ქვია, ანუ ჩოთქებიან მოტორს ეძახიან არის. ხო და რაღაცა და ეგრე გადავწყვეტე და ამაგრებინა და ძალიან ბევრი ვიწვალე. წესიად არც გამოვიდა რა და ანუ ყოველთვის თუ კი საბურავს ამაგრებთ, მაგალითად ჩემ არს მანქანასაც ანუ ხოჩხარა ბრუნავს საბურავები და საბურავი უნდა იყოს ისეთ ამაგრებული, რომ ანუ ჩვეულებრივ შეგეძლოს მოტორის გარშე თავისუფალ ბრუნვაშიც რომ ხელრო მიკრა რაღაც ეგეთი დატრიალდეს და ანუ ეგრე არ იყო. მაგისთვის საჭირო არის საკისარი. საკისარი თუ არ გაიგიათ, შეიძლება პაჩევნიკი გაიგიათ ეგ სიტყვა. ანუ იდეაში რა არის? წრე არის და შიგნით კიდე პატარა წრე აქვს. და ამ წრეებს შორის არის პატარა ბურთულები და ეგ იმის საშუალებას აძლევს, რომ იმ შიგა წრემ იტრიალოს ისე, რომ გარიწრეს ტრიალი არ მოუწიოს. ეგ არის ამ საკისარის მუღამი ასე ვთქვათ. ხო და ვცდილობ რომ ეგ გავაკეთო იდეაში ახალ დიზაინში და ანუ რეალურად მართლა მუშაკ ვერ იქნება ფიზიკურად ეს საერთოდ როც დაბეჭდო, იქნება რაღაც ერთიანი ნაწილი, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, წარმოსადგენად ესეც საკმარისი არის, რომ დაახლოებით გათვალო ზუმები შეგიძლია გათვალო, ზუსტად მილიმეტრებში შეგიძლია გათვალო, სანტიმეტრებშიც მილიმეტრებში თუ გადაიყვან. და ასე შემდეგ გამოკლედ. ხო ეს საბურავები კლასიკური რა, მოკლედ 24 მმ-იანი, 24 მმ-ში გულისხმობ C-ფართეს. და აი ამ ზომას უწყობ 24-ს, მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან
თვითონ რობოტის ზომა ცოტა სხვანაირად მაქვს შერჩეული, მაგრამ 24-ს არ ტოვებ და ცოტა ვაპატარავ. წინა ცარიელ კუბებს ვეწვით ამას დავამაგრებ საბურავს და დაგანახებთ მაგრამ ნაუქვევით დაჭირდება და მოდი აქ ცოტა მოტორის დიზაინი როგორც ხედავთ ანუ ყველაფერი ამ შემთხვევაში ხმე მუშაობ თინგერკეთში მაგის თქმა დამავიწყდა და მოტორის დიზაინი გადმომაქვს სხვა საიტიდან Thingiverse ქვია ანუ ბევრი 3D დიზაინი არის და შეგიძლიათ საერთოდ ფაილიც ისე ჩამოტვირთოთ რომ პირდაპირ 3D პრინტერში ან 3D პრინტერის სპლაისერში გადაიტანოთ და მე იქიდან გავუშვათ რა ანუ ძალიან კარგი არის საშუალება იმისთვის რომ დრო დაზოგოთ და 3D დიზაინის ანუ დეტალებში არ მოგიწევთ დროის დაკარგვა მოკლედ მე ამ შემთხვევაში ახლა მჭირდება ერთ-ერთი გიარი და ანუ ძირითადად რა ხო ანუ ძირითადად იყენებენ GT2-ის გიარებს. წინაზეც მე მაგალითად წინაზე უბრალოდ ხիր გამოვიყენე ფიზიკურად როგორც უკვე გითხარით რაღაც პატარა მანქანის გამოსვლა მომიწია და რაღაც ხო და ანუ იდეაში შეგიძლიათ მაგ GT2-ის გიარზე დააგოთ თავის ტროსის მსგავსი აქ აი როგორც მანქანის მოტორებში არის ტროსი და ერთი დიდი ხარხიდან მეორე დიდი ხარხს არა გადააკ ეგრე ანუ მსგავსად უბრალოდ აი ასეთი რა და ეგეც GT2-ის ხარხნებზე შეგიძლიათ კიდე ტროსი და დავუშვათ მოტორი რო იყოს დაახლოებით აქ შეგიძლია დავუშვათ იარაღის ღერძი გააკეთო აქ ამ იარაღის ღერძზე გავუკეთო ასევე GT2-ის ხარხნი და ამ მოტორსაც დამაგრებ GT2-ის ხარხნი და ამ შემთხვევაში ტროსით რო იქნება ეს დაკავშირებული რამდენადაც ჩქარაც დაფრიალდება ეს იმდენად ჩქარა დაფრიალდება ესეც შეგიძლიათ დავუშვათ ეს რო დაფრიალდება რაღაცა 500 ბრუნი წამში ეს დააბრუნოთ 1500 ბრუნი წამში თუ სამჯერ უფრო პატარა ხარხნი იქნება ანუ ხარხნის მუშაობა ეგეთია რომ თუ დავუშვათ ესა ამაზე მაქვს 20 ხარხნი და ამაზე 5 ამ 20 ხარხნის ბოლომდე გადატრიალებით აი ეს ხარხნი უკვე 4 ჯერ გადატრიალდება და ანუ ეს 20 ხარხნი თუ გადატრიალდება 500 ჯერ წამში ეს გადატრიალდება ესა 500 ჯერ 4 ჯერ ანუ 2000 ჯერ გადატრიალდება ეს იარაღი უკვე წინაც გიგეთ უბრალოდ მაგ ის შეფარს რა თუ გინდათ რომ იყოს ჩქარი ექნება ნაკლები ძალა თუ გინდათ რომ კონდეს ძალა ექნება ნაკლები სიჩქარე ეგრე მუშაობს მაგათ შეფარდება მოდი ახლა გავაქცევოთ გადმოვიტან იმ ფაილს ანუ პირდაპირ ფაილად შეგიძლიათ ჩამოტვირთო და შემდეგ დაიმპორტოთ თინგერკეთში რასაც ხედავთ აი აქ ამ კუბებს კუბებს გარდა მართკუთხა და მოკლედ მართკუთხა პარალელეპიპედებს ხო მოკლედ ეგენი არის ანუ ეგეთი გამჭვირვალე რაც არის როცა მთლიანად groups მიცემ ანუ რო დაგრუპო ხო მაგ შემთხვევაში ეს გამჭვირვალე ესენი წაიშლება და თან წაშლის აი ამ ნაწილებს ანუ ამოჭრა როგორც კეთდება ეგ არის მაგის პრინციპი ამოჭრის პრინციპი არის ეგეთი რომ აი ასეთი ცარიელი კუბი გამჭვირვალე კუბი გადმოგაქვს შემდეგ მონიშნავ დაგრუპოს დააჭერ და ამოიჭრება და ისე იქ იმიტომ აქ განზადებული რომ უკვე რომ ამოიჭრა შეიძლება მე რაღაცების გადაკეთება დამჭირდეს და თუ დაგრუპო მთლიანი კორპუსი იგრუპება და მაგიტო მთლიანი კორპუსი რო არ დაიგრუპოს და მე ისე უკან დავფუნება რომ არ მომიწიოს მაგიტო ხარ დატოვებული ეგრე და აქაც ეს კუბებიც მაგიტო აქ ეგრე დატოვებული ანუ აქ როგორც აიხსენეთ უკვე ეს სტაფილოსფერი ნაწილს რასაც ხედავთ ეგ არის საკისარი ვითომ ასე ვთქვათ ეს ლურჯი ნაწილი რასაც ხედავთ ეგ იქნება ღერძი რომელსაც დამაგრებული იქნება საბურავი ერთ მხარეს ერთ ბოლოში და მეორე ბოლოში იქნება დამაგრებული ის ხარხნი რაც დავაიმპორტე თინგერკეთში ამას დაახლოებით გავუსწორებ ოღონდ ცოტა მოიცა კარით არის გამოსატანი ასე და ამ ხარხნსაც გავუსწორებ და მე შეგვიძლია რომ ანუ უბრალოდ აქ ესეთი ტრეკადი ნივთები თინგერკეთში კი ზოგადად რა ვიცი მე მგონი არც ერთ 3 DM-ში არ არის სამუშაოში ასე რომ ხო ანუ მაგ ტრეკად GT2-ის მას ვერ გავაკეთებ
დროს, მაგრამ ვიგულისხმოთ, რომ აქ დროსი იქნება გაჭირვებული. მოდი სანამ ამას მოვაგებთ, ცოტა კიდე ავჩქარდეთ. თუ შეამჩნიეთ წინა ვიდეოში რო გითხართ unboxing-ის ვიდეოში რომ რაღაცის background განათება ჯერ კიდე არ ჩამოსვლოთ, აი ესენი არის ახლა თამაშობს, რამდენად კარგად ჩანს არ ვიცი, მაგრამ მე მომწონს უბრალოდ ცოტა უფრო მეტ განათებას ვეუბნები, ანუ მეტად განათებული მოგონა რომ იქნებოდა, მაგრამ ამასაც არ აუშვს. მაგრამ დიდი რაოდენობით კიდე გამოვიწერე ეგეთი background განათებას, უბრალოდ უფრო ძლავრი განათება რო ქონდეს, მაგას დავუკვირდები კარგად. ამას არ დავუკვირდები, რომ ნამდვილად ძლავრი განათება ქონდა. შემდეგში ალბათ აი გრძელი განათებები რო არის კუთხეში დასხმელი, შეიძლება ეგეთი გამოვიწერო, ჯერ არ ვიცი. მოდი, ესე იგი, აქ შევნელდეთ და ეს არის მატორი. და ეს მატორი იდეაში შეგვიძლია საერთოდ აქვეც დავამაგროთ. დავუშვათ აქ. ეს ერთი ხრახნი ხო დატრიალდება და ხრახნების ეს რო იყოს ხრახნი და ესეც ეს თუ დატრიალდება მარცხნიდან მარჯვნივ, ესეც ესა დატრიალდება მარჯვნიდან მარცხნივ. ერთ ხრახს რომ მეორეს რომ მიადებ, ერთმანეთს საპირისპირო ტრიალებენ, ორივე ერთი მხრიდან ვერ დატრიალდება ფიზიკურად. და მაგიტო უნდა გათვალოთ, რომ დავუშვათ თუ გინდათ რომ ეგეთი გადაბმა ქონდეთ და საითაც მატორი ტრიალებს იქეთ დატრიალდეს საბურავიც, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ერთი ეს მატორის დამაგრებული ხრახნი, შუაში კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხრახნი და მერე კიდევ ისევ ხრახნი, რომ ის პოზიცია მიიღოთ. რა პოზიციითაც მატორი და რა პოზიციითაც სხვა მატორი დატრიალდებოდა, იგივენაირად გინდათ რომ საბურავი დატრიალდეს. მაგრამ იდეაში ეგ მაშინ დაგჭირდებათ, როცა უბრალოდ უნდა ჩართოთ სვიჩით და თავის უნდა იტრიალოს და როდესაც პულტი გაქვთ, შეგიძლიათ წინ და უკან დააბრუნოთ მატორი და ეგ არ იქნება მოკლედ პრობლემა. ახლა მოდი კიდევ ავჩქარდეთ ცოტა, ოღონდ სანამ ავჩქარდებით, ახლა რა კამერითაც ვიღებ და რომელი მიკროფონით იწერს ჩემს, გადმომცა ზუმერმა და მოკლედ ამას ხარ დავჭერე, ასევე არის ზუმერი და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის, რომ მეხმარებით განვითარებაში და ამას ხმარებით განვითარებაში. და თქვენ თუ გამოიწერთ ამას და ლაიქებთ და თქვენი და საერთოდ ხილაკსაც გააქტიურებთ, იქნება ძალიან მაგარი, ძალიან დამეხმარებით. უბრალოდ თქვენ გარეშე არ გამოვა ჩემი არხის განვითარება, თქვენ თუ გალაიქებთ და თქვენ თუ გამოიწერთ, არაფერი არ გამოვა და გთხოვთ, სულ დაგეხარჯებათ 3 წამი, რომ ვიდეო დააპატარავთ, subscribe-ს დაჭროთ და ისევ გადიდოთ ვიდეო და უყუროთ, გინდათ ტელეფონში, გინდათ კომპიუტერში, გინდათ პლანშეტში. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ და დალაიქოთ ვიდეო და საშუალებაც გააქტიუროთ. ესე იგი
უკვე გავაკეთე ესა მოკლედ ყველა დრო გიყურებინათ ცოტა უჩხადით ანუ ეს შევკარი ერთი ელემენტად ვაქციე და მოდი ახლა გადავიდეთ ნაწილზე ესე იგი ასე გამოიყურება რობოტი და ანუ ის ადგილები რაც იყო ეგენი ამოჭერი და ანუ ეს უბრალოდ რაც გითხარით გეტყვით მაგათ ანუ როგორ უნდა გაგეცოთ აი მოუნიშნავთ და დაგვიყვეს რომ ვცემთ ასე ჩამოიჭრება ეს უკანას ხედავთ ლურჯ ნაწილებით და ხეთზე ეგ იქნება მეორე იარაღი დიდი ალბათობით უბრალოდ ეს დავხატე ანუ ჩემი ხელით დავხატე ხა ეს ლურჯ და დიდად რაღაც ესა ანუ ასეთი რეალურად არ იქნება ასეთი მოვალებული და ჯერ ზუსტად არ ვიცი კიდე ორი იარაღით იქნება არ იქნება მაგიტო ანუ იდეაში ადგილი მაგის საშუალებას კი მაძლევს მაგრამ მაინც უნდა კარგად უნდა დავფიქრდე იმიტომ რომ ცალკე ანუ ომას საბურავებს დაჭირდება ერთი ლიპო ბატარეია პლუს იარაღს დაჭირდება ერთი ლიპო ბატარეა და ორი იარაღს ისე რომ მძლავრი იყოს რამდენად ასე რომ თქვა ლიპო ბატარეა გაკაჩავს ეგ არ ვიცი და თვითონ ლიპო ბატარეას გააჩნია იდეაში და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩემი აქვს მხარდამჭერი საიტის და აკადემია და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის და მე მართლა რეკომენდაციას მათ ვწევ პირადად პრინციპში დღევანდელი ესა ნაწილი მოვჭით ასე რომ ვთქვათ ფართ პირველი და ამას დიდი ალბათობით 1-3 კიდე გავაკეთებ ამის დიზაინს უბრალოდ როდესაც ვერ შეგვირდებით რომ მოეჭველი ერთ სამ კვირაში დავდებოთ კვირაში დავდებოთ კომის მეორე ნაწილს თქვა უბრალოდ როცა გავაკეთებ შეიძლება იმ მომენტში ეს პირდაპირ ვიდეო არ გადავიღო მაგრამ ანუ ყველა ვარიანტში ჩავიწერ და მე იმ ჩანაწერს მაინც განახატებ თქვენ ან ვიდეოში რასაც ახლა უყურებდით თქვენ ეს ხო უკვე ჩავიწერე როცა გავაკეთე ეგეც თქვენთვის ჩანაწერია ხო და მოკლედ ახ გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო გააზიარეთ ესა ვიდეო აუცილებლად და კომენტარებში დამიწერეთ შემდეგ ვიდეო რა გადავიღო მოგწონთ არ მოგწონთ ანუ კომენტარებით თუ დამეკონტაქტებით უკეთესი იქნება იმიტომ რომ მეც უფრო უკეთესად მეცოდინება რა უფრო მოგწონთ და რა უფრო ნაკლებად მოგწონთ აბა წავედი აბა ჰეთ აბა out Goodbye